სულ მინდოდა გავხდარიყავი აი ძალიან მაგარი მომღერალი. მაგალითად ეხლა რაღაც შორს წავიდე. როდესაც შემიძლია გითხრათ, რომ ისეთი როგორიც არის ნიტა თოლორდავა. მაშასე შეეგებეთ ნიტა თოლორდავა. მობრძანდით როგორი კონკია მოვიდა ჩვენთან ეს რა სილამაზე გვესტუმრა გამარჯობა დედა რა ლამაზი ხარ იცოდით ამის შესახებ რომ ძალიან ლამაზი ხართ იცოდით შესანიშნავია დაიკავეთ ადგილი მოგეხმარებით 3 2 1 ასე კარგია კომფორტულად გზნობთ თავს გადასარევია თქვენ მომღერალი ხართ ხომ რამდენი ხანია რაც მღერით? რამდენი წლის ხართ? 4 წლის პროფესიონალი მომღერალი, მინდა გითხრა რომ პირველად ვნახე და ეს აპლოდისმენტების ღირსია. ბაღში დადიხართ? კი. კარგია ბაღში? კი. რა მოგწონს ბაღში? ფაფას ჭამ ხოლმე, ფაფას და ჩაი. ფაფას და ჩაის რო ასლაპარო, შენ საკვები, ანუ ჭამა გიყვარს შენ ბაღში, კარგად გაჭმევენ? რეებს აკეთებენ ბაღში, რა საჭმელებია იქა? კარაქიანი პური იქნება, ვიცი. არის. კიდე რა არის? ჩაი, სუპი და სუპი არის? ჩაიც არის, ხო? და შენ გიყვარს? ფაფაც არის. ფაფა? რისი ფაფა? შენ რისი ფაფა გიყვარს? მანის პაპა ხო არ იქნება? არის მანის პაპა? და მანის პაპა გიყვარს, ხო? კაი. ციციბურა? კი მიყვარს. გიყვარს ციციბურა? კიდე რეებია ბაღში იქ მითხარი მომიყევი? იქ მეგობრები ყავს ბევრი? კი. გიყვარს იქ წასვლა ხოლმე ბაღში? ბიჭები უფრო ბევრი ყავს მეგობრები თუ გოგოები? ყველა არის ბევრი. ხო? შეყვარებული ყავს? კი. მეტყვი ჩუმად ვინ არის? თუ გინდა ხმამაღლა თქვი. იცის იმან რომ გიყვარს? იმასაც უყვარ ხარ? კარგი დედას გავს მომიყევი ერთი. რა ქვია? დემეტრე. დემეტრე, რა გვარი არის? არა, მნიშვნელობა, მთავარია რომ დემეტრეა კაცო. აპლოდისმენტები და ორივეს ერთმანეთი გიყვართ? შესანიშნავი ამბე. შენი ბაღელია, ეგა? სკოლაში დადის. მოიცა დიდია ისა? სკოლაში დადის. სკოლაში დადის და შენ უყვარ ხარ კაცო? კარგი, გასაგებია. საათ ხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ახლა მითხარი, რადგან საკვები გიყვარს ძალიან შენ და ჭამა. სახლის საჭმელები ჯობია თუ ბაღის? ბაღის. შვილო, ეგრე ძალიანაც ნუიტყვი, დედიკოს ეწყინ. დედიკო აკეთებს საჭმელს სახლში? კი. თუ ვერ აკეთებს, ეხა ისე კარგად როგორც ბაღში. მე ეხმარები ხოლმე. რა შეეხმარებ? საჭმლის კეთებაში ეხმარები დედიკოს? ნამცხრების ცხობაშიც? მომიყევი გეხვეწები ეგ რას აკეთებთ აბა? სუპი გვაქვს ხოლმე სახლში და ვაკეთებ ხოლმე სუპს. სუპის კეთება იცი ესე იგი, შესანიშნავ. კიდე? კიდე ფაფას გაკეთებაში. ფაფას გაკეთება იცი. ხაჭაპური? კი. იცი ხაჭაპურის კეთება? და ხინკალის. კარგი, რას მეუბნები? მოიცა, შენ ბაღში უბრალოდ, შენ ბაღი ეტყობა, იმიტომ მოგწონს, რომ შენ ბაღში კი არ დადიხარ, შენ ბაღში მუშაობ და იქ ამზადებ საჭმელს როგორც ჩანს და გეყვარება რა თქმა უნდა. ყველაზე მეტად რომელი საკვები გიყვარს, აი რა გიყვარს ყველაზე მეტად საჭმელი? კარაქიანი პურის, ჩემიანი პური. აი კულინარიის რაღაცა აპოთეოზი არის ეს, უმაღლესი მწვერვალი არის, როგორ კარაქიანი პური და ზემოდან ჯემი. მინდა დაიმახსოვროთ ეს პატივცემულო საზოგადოება. ძალიან ძმა თუ გყავს შენ? მაგაზე არ ფიქრდებიან. და ან ძმა ყავს? რომელი? ძმა ყავს. შესანიშნავია, რამდენი წლის არის? არის. შენზე უფროსია? აქ არის? არ არის? სახლში არის. სახლში დაჟილია? არ წამოიყვანე? სკოლაში არის. სკოლაში თუ არის, რა თქმა უნდა, არ უნდა შეეშალოს ხელი მესმის. ვისთან ერთად მოხვედი ახლა მითხარი? დედასთან ერთად.
დედიკოსთან ერთად. რა ქვია დედიკოს? მარიამი. მარიამ, გამარჯობათ, მოგესალმებით, დედიკო. მოგესალმებით. ძმა მართლა სკოლაშია? არ ყავს ძმა. არ ყავს ძმა? აბა ვიზე საუბრობს? ჩემს პატარა ძმაზე. ერთად იზრდებიან, ერთად ცხოვრობთ და მოკლედ იმას ეძახის კი. რაღაც თვალსაზრისით ბიძა არის ძმა. შესანიშნავია ასეთ რაღაცების 11 წლის არის და ერთად იზრდებიან, ერთად ვართ სულ და შესანიშნავია. გამომდინარე. ჩემი უფროსი ძმა არის. მეც ასე დაუძახებდი. მოკითხვა თქვენ ძმას, კი არა და ხო, მოკლედ ბიძას, შენს ბიძას და მოკლედ გადასარევი ამბავი. ეგ ესეთი რამე პირველად გავიგე. სიმღერა როდის დაიწყო? სიმღერა დაიწყო, აი, რაც ლაპარაკი დაიწყო, ну მანამდე ეს ღიღინი, ყველაფერი, აი, მართლა კი, იმდენად სულ ესმოდა სიმღერა, მუსიკა. სახში ვინმე? კი, ღერიან. შესანიშნავია. ბებოსგან, პაპასგან. ბებოსგან და პაპასგანაც, ესე იგი, ეგეთი ამბავი ყოფილა. ეს შესანიშნავი ამბავია. თუ ხარ გაჩვენებული. შენ ხო არ ქშია? არა. კარაქიანი პური და ჯემი გვაქვს და მივცხოთ, მეც ფშია და ერთად შევჭამოთ. კიდა? არა? არ ფშია ჯერ. ჯერ არ ქშია, კი ბატონო, როგორც კი მოშევდება, შეგვატყობინებს დარწმუნებული ვარ. მოდი გავანებოთ თავის საკვებს და ჭამას ახამწუთას და ვიცი რომ საოცრად მღერი და მინდა რომ აუცილებლად გვიმღერო. შეგვისრულებს სიმღერას? კარგი. რაღა დამრჩენია გითხრათ გარდა იმისა რომ უნდა მოვუსმინოთ ყველამ ერთად ნიტა თოლორდავას. Bravo Nita! საოცარი შესრულება ნიტა თოლორდავა, აპლოდისმენტები მას. როგორი საოცარი სიმღერა შეგვისრულე და რა მაგრად. ეს აუცილებლად საჩუქრის ღირსია და ამიტომ ახლა სცენაზე ვთხოვოთ ფაგიოს. მადლობა, ეს არის კარგი რაღაცეებია აქ მამიკო შიგნით იმისთვის რომ შენ არ გაცივდე და არანაირი ინფექცია არ მოგეკაროს. კარგი, ეს აქ დავდოთ. ეს არის ფაგიოსგან საჩუქარი. დედამ
იცის ფაგიო. ახლა კი ჩვენთან მოუხმოთ ლოკომოკოს ლომს. აი ესეც აკეთავდეთ, ცოტა მძიმე არის, მერე მოგეხმარებით ამის აღებაში. აპლოდისმენტები ნიტა თოლორდავას.